გამარჯობა მეგობრებო. არა, კონსტრაქშენზე არ დამიწყია მუშაობა, ტვირთი მოვიტანე უბრალოდ აქ და უყურებდი როგორ მუშაობდნენ მუშები და რა ვიცი, გადავიღე და გაჩვენებ თქვენ როგორ ხდება ამერიკაში მშენებლობაზე მუშაობა. ერთი რასაც ითვალისწინებენ ხოლმე, ყოველთვის როცა მივდივარ და მე რასაც ხედავ, ეს არის მაქსიმალური უსაფრთხოება. ნებისმიერი ტექნიკა, რომელიც გადაადგილდება კონსტრაქშენის ტერიტორიაზე, აცილებს ერთი ან ორი პერსონა რა, ეხლა ესე ვთქვათ. ეხლა ეს თუნდაც ეს ფორკლიფტი, რომელიც მე მცლის, ხო? ამას ერთი ორი ადამიანი მაინც მიყვება გვერდით, რომელიც ანიშნებს ანუ გზის მიმართულებას, ასევე აღების დროს, აი ხედავთ თქვენ. აღების დროს, ესე იგი, ანუ ეს ფორკები, ეს ჩანგლები სად უნდა შეუყაროს, როგორ აწიოს და ასე შემდეგ. ეხმარება რა ერთი სიტყვით, მაგრამ დანარჩენი ახლა აი რასაც ხედავთ ხო თქვენ, აი ეს უსაფრთხოების ზომები აქვს მაქსიმალურად დაცული. აბსოლუტურად ყველა გადაადგილდება ესეთი ჟილეტებით, კასკებით თავზე. ნუ ეხლა ამის ვინმეს კი არ ვაკვირებ, ეხლა ყველგან ეგრეა საქართველოს ესე იქნება დარწმუნებულად, თუმცა არ მინახავს ეს ჩემი თვალით, მაგრამ მე რასაც ხედავ, იმას გეუბნები. რაც თავარია, ფეხზე ვერ ჩაიცვალ ბოტას. ფეხზე უნდა გეცვას აუცილებლად ისეთი აი ესე ვთქვათ სპეციალური ფეხსაცმელი, რომელსაც წინ აქვს რკინის დამცავი, რომ იმ შემთხვევაში რამე რომ დაეცეს ფეხზე, ის რკინა ასე თუ ისე რაღაცნაირად იცავს.